პრინციპში შეიძლება რომ ტურნე არ დავარქვათ ამას, იმიტომ რომ შეიძლება გაშუქების თვალსაზრისით უფრო ინტენსიურად გავაშუქეთ სწორედ ამ სტიქიური მოვლენებიდან გამომდინარე, მაგრამ რეალურად ბევრად უფრო დიდი ხანია დავდივართ, ან ვაშუქებთ საკუთარ Facebook გვერდებზე, ან საერთოდ არ ვაშუქებთ და ძალიან ბევრი შეხვედრა გვაქვს. მაგალითად, დღეს მე და ჩვენი ჯგუფი ვიმყოფებოდით საზღვრისპირა სოფელში, ერისიმეთში, ეს სიღნაღის რაიონს ეკუთვნის. ამ წუთში მე რომ მაყურებელი არ შევიყვანო შეცდომაში, ამ წუთში თელავში ვიმყოფები, იქედან დავბრუნდით ჩვენ. ერისიმეთში მე უკვე მეორედ ვიყავი, დაახლოებით 1 თვის წინ გახლდით კამერების გარეშე და დღეს გახლდით მეორედ, მაგრამ ჩვენი წარმომადგენელი, რომელიც ამ პრობლემებზე ძალიან ბევრს გვაწუხებს ყველას და შეიძლება ითქვას, ბატონი გოჩა ფხოველიშვილი იყო ის, ვინც ამდენი ხნის განმავლობაში ცენტრალურ ოფისში გვეუბნებოდა, რომ აი ერისიმეთს მიხედვა ჭირდება, ერისიმეთს მიხედვა ჭირდება და რა პრობლემა აქვს ახლა ამ ერისიმეთს. ეს არის სოფლის სახელი ისეთია, წესით პრობლემა არ უნდა გქონდეს. სოფლის სახელი ძალიან კარგად ჟღერს, ხო, მაგრამ არც ისე საიმედოა იქ შექმნილი მდგომარეობა. კი, მოგვიყევით რა ხდება ერისიმეთში. ჩასახლებული, კი, 99 წლიდან არსებობს ეს სოფელი 1999 წლიდან. აქ ჩასახლდნენ ეკომიგრანტები აჭარის მთიანეთიდან, კერძოდ ხულოს რაიონიდან, როდესაც იქ მეწყრული მოვლენები იყო, სტიქიური უბედურება და მთელი სოფელი ძირითადად მე კი პანკისის ხეობიდანაც არიან აქ ჩამოსახლებული და რამოდენიმე სხვა მოსახლეც, მაგრამ ძირითად ასე ვთქვათ მოსახლეობა შეადგენს სწორედ ეკომიგრანტები და თქვენ წარმოიდგინეთ, ეს არის ალაზანს გაღმა პირდაპირ აზერბაიჯანის საზღვართან, სადაც ასევე ჩამოდის მდინარე ბელაქანჩაი და ამ შუა მდინარეთში შეიძლება ითქვას ჩნდება ასეთი პრობლემა, რომელიც ყოველწლიურად კიდევ უფრო მწვავდება, რომ როდესაც წყალდიდობა, წყალუხვობა, წვიმების პერიოდია, ალაზანი დიდდება, ამ მეორე მდინარის ნაკადი ვეღარ შედის ალაზანში და პრაქტიკულად შეიძლება ითქვას გადმოდის სოფელზე. გადმოდის სოფელზე, იტბორება ეზოები, ნათესები და ამავდროულად ქუჩები, სახლები. ნაპირსამაგრის სამუშაოები არ უშველის ამ ნაპირსამაგრის სამუშაოებზე, რა თქმა უნდა, უშველის და უსაშველო არაფერი არ არსებობს თანამედროვე ტექნოლოგიურ შესაძლებლობების გათვალისწინებით, მაგრამ მთელი პრობლემა ის არის, რომ მაგალითად აზერბაიჯანის მხარე ამაგრებს ამ ნაპირს, ჩვენ არ ვამაგრებთ და თავის მხარეს ამაგრებს და ჩვენს მხარეს ჩვენ უნდა გავამაგროთ. რა თქმა უნდა, მაგრამ არის პრობლემა სწორედ ის, რომ როდესაც მდინარე ეხეთქება და გამაგრებითი სამუშაოები არ არის, სავარგულებს შლის მიაქვს და პრაქტიკულად ქართული მიწა ატარავდება, საზღვარი იწევს აქეთ ამ მხარეს და ერთადერთი აი ეს სოფელი არის, რომელიც ამ სასაზღვრო ზოლს ინახავს და თქვენ წარმოიდგინეთ, ეს არის უსაფრთხოების თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესი, ხო, საზღვრისპირა სოფელია, ეკომიგრანტები ჩამოასახლეს სწორედ იმიტომ, რომ რაღაცნაირად ეს ტერიტორია უფრო დასახლებული იყოს და დღეს რა ხდება? ხო, რა თქმა უნდა და დღეს რა ხდება? არანაირი პირობა არ იქმნება 10 წლეულების განმავლობაში, რომ ამ სოფელმა იქ შეინარჩუნოს არსებობა. აი ამ ბოლო წყალდიდობების დროს თქვენ წარმოიდგინეთ, რომ აბსოლუტურად უმეტესობა ეზოებისა დაიტბორა, სარდაფები ისედაც დატბორილია და პრაქტიკულად 80 ოჯახია, რამდენიმე ოჯახი სამწუხაროდ წასულა სწორედ ამ გაუსაძლისი პირობებით, აი იმ 1 თვის განმავლობაში ჩვენ რო აქ არ ვიყავით. და სარდაფები არის წყლით ამოვსებული, ამ წყლით ამოვსებულ სარდაფებში სიცხეში, როგორი სიცხე იყო დღეს ვერ წარმოიდგენთ აქ? ცხოვრობს კახეთში, ორთქლდება ეს წყალი. ფიზიყში. კოღო, რა ვიცი, 1000 უბედურება, მალარიის საშიშროება არსებობს, ვაკაურები, დღეს ჩვენ გვეუბნებოდნენ. გაზი არ არის. ანუ სოფელში გაზი შეყვანილი არ არის, ქალბატონ ფიქრია? არ არის. გაზი შეყვანილი, არსებობს დაპირება ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, მაგრამ გაზი არ არის შეყვანილი. სკოლა, რომელიც საკმაოდ ნორმალური შენობაა, ისე რომ შეხედავ, ისიც აღმოჩნდა იმ მდგომარეობაში, რომ დაიტბორა
და ამ დატბორილ სკოლაში უკვე სახიფათოც იყო ბავშვების შეშვება, იმიტომ რომ შეიძლება ჩანგრეულიყო და პატარა სახლი აქვთ ნაქირავები და აქ არიან ბავშვები. წარმოუდგენელ ვითარებას აღწერს. რომელიც ასევე დაიტბორა. ხო, წარმოუდგენელია, ძალიან რთულია ამის წარმოდგენა, რაც იქ ხდებოდა. ეხლა რამდენი მოსახლეა ერისიმეთში, ქალბატონო ფიქრია, რა რაოდენობის ადამიანებზეა საუბარი და გვერდითა სოფლებში რა ხდება? 82 ოჯახი იყო, მერე 80-იო გვეუბნებოდნენ, მაგრამ როგორც გითხარით, ეხლა წავიდა რამდენიმე ოჯახი, ნაწილი აჭარაში დაბრუნდა, ნაწილმა სხვა გზას მიმართა, იმიტომ რომ წარმოიდგინეთ, სადაც ოჯახი ვერ ხედავს პერსპექტივას, რომ ბავშვი ბაღში წაიყვანოს, სკოლაში წაიყვანოს, პერსპექტივა დაინახოს, ხომ? აქ ცხოვრების პერსპექტივა დაინახოს. არადა ესენი როგორი მშრომელი ხალხი არიან, წარმოიდგინეთ. ქისტები პანკისის ხეობიდან და ჩვენი მთიანი აჭარის მაცხოვრებლები, რომლებსაც ძვალსა და რბილში აქვთ გამჯდარი, შეიძლება ითქვას, შრომის სიყვარული, არაფერი მათ არ ეზარებათ, მაგრამ რა უნდა გააწყონ, როდესაც ასეთი ვითარება არის. პირუტყვის პრობლემა არის, იმიტომ რომ წყალდიდობის დროს მიაქვს პრაქტიკულად საძოვრებით და მიაქვს მათი სამყოფელიც. დღეს მეუბნებოდნენ, რომ აი რაღაცა ინდაურები და კრუხწიწილა ძლივს გადაარჩინეს რამოდენიმე ადგილას, სადღაც სახლში შეიყვანეს, რომ არ დატბორილიყო და ასე უწევთ პრაქტიკულად წვიმიდან წვიმამდე ცხოვრება შეიძლება ითქვას და ეს არის უდიდესი პრობლემა, უდიდესი და იმაზე აღარაფერს ვიტყვი, რომ კიდე ერთი პრობლემა არის, რომ ამ ხალხს არ უკანონებენ თავიანთ ნაკვეთებს და თავიანთ სახლებს შესაბამისად, იმის გამო, რომ აი რაღაც საზღვრისპირა, რაღაცას იმიზეზებენ და აი ვერ იტყვი ვერც ერთ პრობლემას, რომელიც არის მოგვარებული და რომლის გამოც ეს ხალხი აქ უნდა დარჩეს. ამიტომ ჩვენი პოზიცია არის ასეთი, რომ დაუყოვნებლივ, სხვათა შორის დღეს გამოჩნდა სახელმწიფო კომისია, მთავრობის წარმომადგენლები იყვნენ, ამის გამო ჩვენ გაგვიჭირდა კარგა ხანს შესვლა, გარკვეული ექსპერტული ჯგუფები და ყოველ შემთხვევისთვის ჩვენი ამ ხმაურის, ჩვენი ამ ასე ვთქვათ, მრავალგზისი ჩასვლის შემდგომ ყოველ შემთხვევისთვის დაპირებები გაიცა. აი, რატომ არის მნიშვნელოვანი ოპოზიციის აქტიურობა? ეს ერთ-ერთი მაგალითი არის. ძალიან ცხადი მაგალითია ამისი და ჩვენ ამ დაპირებებს მივადევნებთ აუცილებლად თვალყურს. ეს ხალხი იმედით შემოგცქერის, ჩვენ დავმეგობრდით, ძალიან შეგვიყვარდა ეს ადამიანები და მარტო ეს ურთიერთობები არ არის ცხადია. ურთიერთობა თავისთავად ძალიან ამდიდრებს ადამიანს, მაგრამ ეს პრობლემები გავითავისეთ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამას ჩვენ მივადევნოთ პრაქტიკულად ყოველკვირეულ რეჟიმში თვალი და საზოგადოებასაც ვამცნოთ ამის თაობაზე და რაც არ გაკეთდება იმის თაობაზე კიდევ და კიდევ განგაში ავტეხოთ. მადლობა პრობლემებზე კიდევ დაგისვა მკითხვას, მაგრამ მაინტერესებს, აი ერისიმეთში ან იმ სოფლებში, სადაც თქვენ იყავით, თუ არის განხილვის საგანი თელავში მომხდარი, აი ეს ძალიან უსიამოვნო დაპირისპირება ინციდენტსაც ვერ უწოდებ, რომელიც არის რაღაც მინი მოდელი, როგორ ექცევა რუსეთი საქართველოს და როგორ შეიძლება მერე საქართველომ დაიცვას თავი, რომელსაც მერე მოყვება საქართველოს ხელისუფლების მხრიდანაც კი პატიმრობა ან გირაოს გადახდა. ნამდვილად არ იყო სასიამოვნო სანახავი, როგორ უთავაზეს ცხვირში მუშტი ქართველმა კაცმა რუს ქალბატონს, მაგრამ ამას ყველაფერს თავის მოტივი ქონია და იურისპრუდენცია ზოგადად მოტივებს აღიარებს დანაშაულის ჩადენის. თუ საუბრობენ კახელები ამაზე, თუ ქონიათ თქვენთან, თუ მსჯელობდით დღეს თქვენ მასთან ერთად ამ საკითხებზე? კი, ჩვენ მანამდე საგარეჯოში ვიყავით და იქაც იყო ამაზე ლაპარაკი დღეს და სხვათა შორის იგივე ერისიმეთში, სადაც ეხლა რამდენი პრობლემა მოგიყევით, ხო? დახუნძლული არიან პრობლემებით, ამაზე იყო აქტიური ლაპარაკი და ჩვენც გვაინტერესებდა ცხადია მათი პოზიცია, მათი მოსაზრებები. აბსოლუტურად მართალი ხართ, რომ სანახავად ძალიან მძიმე იყო, ხო, რაც ვნახეთ, იქ იყო ქალი და მუშტით, ასე ვთქვათ, მასზე ანგარიშწორება, მაგრამ იმდენად ფართოა კონტექსტი ამისი, რაც ჩვენ ვნახეთ და აი აქაური აღქმა, რომ
როგორიც არის რომ როდესაც ეროვნულ და ამ შემთხვევაში ოჯახურ და რაღაცა თავმოყარეობას გილახავენ და იქ იყო ოჯახური დღესასწაული, ხო, ქორწილი იყო, ბუნებრივია ოჯახისთვის ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი, ახალდაქორწინებულებისათვის ძალიან მნიშვნელოვანი დღე, იქ მყოფი სტუმრებისთვის და ნებისმიერი აი ასეთი თავხედური გამომწვევი პროვოკაციული ქცევა, რომელიც ჩვენ ვნახეთ და უკვე კადრებშიც გამოჩნდა, შესაბამისი კადრები გამოჩნდა, რა თქმა უნდა, ძალიან დიდ გულისხმობას გააუჩლა ქრონოლოგიური აღწერა და პრაქტიკულად დასტურდება, რასაც მეკორწილეები ყვებიან, როგორ დასტურდება და სხვათა შორის ნებისმიერი ადამიანი ხა როცა არ მოგწონს ის რაც მოხდა და რაც დავინახეთ, იმ მდგომარეობაში რომ ჩააყენო საკუთარი თავი, ალბათ ძალიან ცხადად წარმოიდგენ რა ემოცია შეიძლება გაგიჭირდება თავი შეკავება ადამიანს, ხო? და რაც მთავარია, აი ამ პრობლემას, რომელზედაც ჩვენ ვლაპარაკობთ, რუსების მასიურ შემოსვლას საქართველოში. ახლავს უდიდესი პრობლემა, რასაც ქვია, მე დავარქმევდი ამას, იმპერიული სულით გაჟღენთილი დამოკიდებულება. რაც აქვს ტურისტსაც სამწუხაროდ, ну რა თქმა უნდა, გამონაკლისები ყველგან არსებობენ, რაც აქვს კულტურის მოღვაწეებს, რაც აქვს ნებისმიერი სხვა დანიშნულებით ჩამოსულ სტუმარს, ისინი ვინც სახლებს ყიდულობენ თუ რაღაც მიწებს ყიდულობენ თუ ბიზნესებს ხსნიან საქართველოში. ეს დამოკიდებულება არის დომინანტური. და როდესაც ჩვენ ლელო საქართველოსთვის წლების წინ, როდესაც აი რუსეთ-უკრაინის ამბავი დაიწყო, რუსეთი შეიჭრა უკრაინაში და ომში არწამსვლელთა მსურველთა ნაკადი მოაწყდა საქართველოს. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ამბობდა, რომ აი ომს გამოექცა ხალხი, ჩვენ ვამბობდით, რომ აქ ვერ მოახდენ შენ ფრაგმენტირებას, ვინ ომს გამოექცა, ვინ ანტიპუტინისტია და ვინ უბრალოდ პუტინისტია, მაგრამ ამ წუთში ურჩევნია, რომ ომში სხვა წავიდეს, მაგრამ ომის მხარდამჭერია. ჩვენ ვამბობდით, რომ აუცილებლად უნდა შემოგვეღოს სავიზო რეჟიმი. სავიზო რეჟიმთან ერთად უნდა შემოგვეღო საოკუპაციო, ასე ვთქვათ, მოსაკრებელს დავარქმევთ ამას თუ დოკუმენტს, რომელიც აუცილებლად უნდა შევსებულიყო აქ შემომცვლელი ადამიანებისაგან, რომ მათ ცოდნოდეთ, რომ ისინი მოდიან ქვეყანაში, შეიძლება ამ წუთში მათ თავის გადარჩენა უნდათ, მაგრამ უნდა იცოდნენ, რომ ისინი მოდიან მათი ხელისუფლების მიერ, მათი სახელმწიფოს მიერ ოკუპირებულ ქვეყანაში. ნაწილი ტერიტორიები არის ოკუპირებული. მაგრამ რუსულმა ხასიათმა თავი არ დამალა. ახლა ისინი იქცევიან საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში ისე, როგორც ოკუპანტები იქცევიან და როგორც დამპყრობლები იქცეოდნენ მთელი ამ ისტორიული 230 წლის განმავლობაში. თეა, მინდა გითხრათ, რომ მაშინ ხო შოვინისტები გვეძახეს და სტუმარმასპინძლის არ მწოდნეები, ხო, ირაკლი კობახით. სტუმარმასპინძელი და ასე შემდეგ. სხვათა შორის ამ დავამთავრებ ამას და სტუმარმასპინძელზეც მინდა ვთქვა ორიოდ სიტყვა. ჩვენ ვამბობდით, რომ სახელმწიფოს უსაფრთხოებას ხვალ ზეგ შეიძლება შეექმნას პრობლემა. ჩვენ ახლა ვლაპარაკობთ, რომ აი ამ ფაქტთან დაკავშირებით ეს იყო პროვოკაციული ქმედება თუ ეს იყო უბრალოდ სასმელისაგან რაღაცა გონიდან გადასული ადამიანების ქმედება, მაგრამ ერთია თუ მეორეა, პროვოკაცია შეიძლება შედგეს ასეთ ვითარებაში და ამ პროვოკაციებმა შეიძლება ძალიან ცუდი შედეგი მოიტანოს და ხელისუფლება, რომელიც ესე დასდევს და ფეხებს უთბილავს სულ მანქანებს, რომლებიც არ ჯარიმდებიან რუსული ნომრებით, მანქანები, ბიზნესები, რომლებიც ასევე არ ჯარიმდებიან რუსული ბიზნესები, აი რუსული ტურიზმი, რომელიც ანალოგიურ შემთხვევაში შეიძლება სხვა ძალიან მძიმედ ტურისტული ინდუსტრია მიბმული ყოფილა დღეს რუსულ ტურიზმზე, გავიგეთ ყველაზე მეტი. ერთი რომ მიდგმული ყოფილა და მეორე, მე არ ვიცი რამდენად იმუშავა, ეს კიდე გამოსაკვლევი თემაა, მაგრამ პრაქტიკულად ჩანაცვლება მოხდა თითქოს რუსული ტურიზმით, ქართული ტურიზმისა და ქართული ტუროპერატორები და გიდები ძალიან სერიოზული დარტყმის ქვეშ აღმოჩნდნენ ამის გამო და უამრავი თამდევი პრობლემა აქვს ამას ყველაფერს.
და პლუს რაც მინდოდა ამ სტუმარ მასპინძელთან დაკავშირებით. ეხლა მათ თავიანთი რაღაცა მახინჯი იდეოლოგიური ფორმულების გასაფორმებლად უნდათ ხან ჩვენი ძვირფასი მეფე ერეკლე მეორე, ხან ჩვენი ასე ვთქვათ სულის მესაიდუმლე თუ რა ვიცი მესაჭე ერეკლე პაპა. ვაჟა-ფშაველა და ვაჟა-ფშაველა ხო როდესაც სტუმარ მასპინძლობაზე ლაპარაკობს თუნ ზღვა ემართოს სისხლისა ეს სტუმარია დღეს ჩემი რა თქმა უნდა ის სწორედ სტუმარ მასპინძლობის ღვთიურობაზე ლაპარაკობს იმიტომ რომ სტუმარი ღვთისაა ჩვენ ეს ასე ვიცით მაგრამ ეს სტუმარი როგორც ღვთის წარმოგზავნილი ისე იქცევა შენს ოჯახში და არა ის რომ ის შემოვარდეს და ასე ვთქვათ ოჯახში დებოში მოგიწყოს რა ვიცი ვიღაცა დაჭრას ვიღაცა მოკლას მეზობლები გადაგამტეროს და ასე შემდგომ სტუმარ მასპინძლობა არის როცა მასპინძელი მას როგორც ღვთის კაცს ღვთისგან გამოგზავნილს ისე აღიქვამს და სტუმარიც არის ის ვინც ღვთისგან არის გამოგზავნილი და პატივს ცემს შენს ჭერს შენს ადატ-წესს შენს ოჯახურ ღირებულებებს თუ საერთოდ ყველანაირ ტრადიციასა და ღირებულებებს და არა ის რომ ზემოდან თავზე მეკორწილეებს რაღაც სითხე გადმოასხან აღარც კი მინდა გავიმეორო კიდე რაზე იყო იქ და რა ტიპის შეურაცხყოფებზე იყო ლაპარაკი ასე რომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ კი არის რაღაცა რაც არის მძიმე სანახავი მიუღებელი მაგრამ ჩვენ კონტექსტუალურად უნდა გავიაზროთ ეს ყველაფერი და მე ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე ისიც მიხარია რომ აღმკვეთი ღონისძიება არის გირაოს ფორმით გამოხატული ამ ახალგაზრდა კაცის მიმართ. კი ბატონო, კაპიტან ფიქრია, ძალიან დიდი მადლობა ჩართვისთვის. თვითონ თელავში რადგან ხართ თქვენ, ალბათ ხვალაც ნახავთ დატბორილ გზებს, რა ბედი ეწიან, რას აკეთებს ხელისუფლება, ხომ არ იცით ახლა თელაველების მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია რომ გაგვიზიაროთ. კი, ეხლა ჩვენ შეხვედრა გვაქვს ჩვენს ადგილობრივ წარმომადგენლებთან, ჩვენი ადგილობრივი ოფისის ხელმძღვანელთან, ლევან ბერძენაშვილთან და ჩვენს აქტივთან გეგმავთ ხვალინდელ დღეს აქ დიახ, ლევანი ძალიან აქტიური ადამიანია, ძალიან გულთან ახლოს მიაქვს ეს გასაჭირი, იცნობს ძალიან კარგად ამ სიტუაციას. აქ დღეს ვიმყოფებით ირაკლი კუპრაძე, ოთო ფარულავა მე გახლავართ და ხვალ დაგეგმილი გვაქვს ძალიან ბევრ ადგილას მისვლა, სადაც ბევრი პრობლემაა და უკვე ხვალინდელი პრობლემებით თქვენს მაყურებელს და საზოგადოებას შევეხმიანებით უკვე უფრო დაჭრილებით ხვალინდელ დღეს. მადლობა, კაპიტან ფიქრია.